ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოების შეამოწმა. ინსპექტირება 8 კომპანიაში ჩატარდა, დარღვევა კი 4 ნიმუშში გამოვლინდა. ინსპექტირება საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ემსახურებოდა. მიზანი არის, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს ორი ინსტრუმენტი, ეს არის სახელმწიფო კონტროლი და საინსპექციო კონტროლი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ. მათ შორის საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორიც არის SGS და Bureau Veritas-ი, უშუალოდ საბაჟო გამოშვების პუნქტიდან იღებენ ნიმუშებს და ამოწმებენ მათ შესაბამისობას აკრედიტებულ ლაბორატორიებში. ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენებით ათეულობით შემოწმება ჩავატარეთ უკვე პირველ კვარტალში. მათ შორის შედეგები საკმაოდ დადებითი და კარგია. ძალიან მცირე რაოდენობის ნიმუშებში იქნა შეუსაბამობები აღმოჩენილი. გარდა ამისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ბევრი ნიმუში არის ჩაბარებული შესაბამის ლაბორატორიებში და ველოდებით პასუხებს. აქ მე მინდა ვისარგებლო შევთქვევით და აღვნიშნო, რომ ძალიან გაზრდილი კონკურენტული ბაზრის პირობებში, გლობალური ბაზრის პირობებში, სადაც ძალიან ბევრი მოთამაშეა, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ღვინო იყოს როგორც მინიმუმ კანონის და ევრორეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისი და ასევე გამორჩეული უნიკალური გემოვნური თვისებები.